მიუნხენი, გერმანია. ეს არის ადგილი, სადაც სამი თვით მივიმგზავრები. ეს არის უკვე ჩემი მესამე ვიზიტი გერმანიაში და არ ვიცი წინასწარ რა მელოდება. საქართველოდან მიუნხენამდე კი 6 საათიანი მგზავრობა მელოდება. ასე რომ დღევანდელ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ გავიყვანე ეს 6 საათი. ვიზი არის თვითმფრინავში 4 საათი უნდა გავატარო. და ჩემი მიზანია რომ ეს 4 საათი მაქსიმალურად კომფორტული გავხადო. და რა შეიძლება რომ გავაკეთო ამისთვის? თავდაპირველად ბორცვზე არსებულ ჟურნალს გადავხედე, საიდანაც სნექებისა და საჭმლის ყიდვა შემეძლო. ამის შემდეგ კი აფრენა დავიწყეთ. და როდესაც უკვე ღრუბლებში შევედი და თვითმფრინავი გასწორდა, შევძელი რომ კამარი მომეხსენდა დროის გასაყვანად ფილმების ყურება დავიწყებ, რომელიც წინასწარ გადმოვწერე ფლეშ მეხსიერებაზე. ეს არის დედპულის პირველი ნაწილი. ფილმის ყურებასთან ერთად რონელელა გადიოდა და დრო მოვიდა რომ რამე სნექი გამესინჯა და ბეიკ როლსი ავიღე პიცის გემოთი. თუმცა პიცის გემო საერთოდ არ ქონია. ასე კი მგზავრობა დასრულდა და მე მინგენის აეროპორტში დავაშვით, საიდანაც ავტობუსით უნდა წავსულიყავი მიუნხენში. მოკლედ ჩამოვედი მეგობრებო მე მინგენის აეროპორტში, ეხლა ველოდები FlixBus. მოვამალე და დავუწევით მიუნხენში. ფრენამ დააგვიანა 1 საათი. მართალია, მაგრამ FlixBus-ით გადავწივით ასე რომ ავტობუსი არ დამაგვიანა და მაგაში გამიმართლა. ფრენა სასიამოვნო გამოდგა. ფილმის ყურება და სნექებმა გაამართლა ნამდვილად. ეხლა კი ვნახოთ ავტობუსში თუ გამოგვივა იგივე. ავტობუსის მოსვლამდე კი იქვე წავი ხემსა და ფრი შევკვეთე, რაშიც 5 ევრო გადავიხადე. ქროლთან შედარებით ფრი გემრიელი იყო. ეხლა კი დრო მოვიდა რომ დამატებით 1 საათი მიუნხენამდე FlixBus-ის ავტობუსში გამედარებინა. მობილური შევარდით ასეთნად, თუმცა ლეპტოპს ვერ დავტენდი ამ შესაძლებლობის გამო. ავტობუსში წესით ინტერნეტიც არის, თუმცა არ მუშაობდა. თვითმფრინავში ლეპტოპის გამოყენებას სრულად ვერ შევძელი, რადგან ტურბულენტობის გამო კამერის შევმა ისევ მომიწია. ასე რომ ლეპტოპი ჯერ კიდევ ცოცხალია და შემიძლია ერთ-ორ ფილმს კი დავუყურო. დავიძარით მიუნხენისგან და ფილმების დახმარებით დროის გაყვანა ისევ შევძელი. თუმცა ამჯერად სნექები აღარ მქონდა. მოკლედ ხალხო ჩამოვედი რა მიუნხენში. გზავრობა მშვენიერი იყო. თვითმფრინავითაც და FlixBus-ითაც. ოღონდ ინტერნეტი რო არ იყო მაგან გადახა. სხვა ვარიანტი ახლა კომპანია რო ყოლა და რა თქმა უნდა გეთს იქნებოდა, მაგრამ ასე მარტო როცა მოგზავრობ, კი ნახეთ როგორც უნდა გაერთოთ თავი. ეხლა კი მივდივარ ჰაუთბანჰოფზე და მე დავაწევი ლანცუჩი და სულ ეს იყო დღეისთვის. რომ არ გამოტოვოთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერთ არხით და დაალაიქეთ ეს ვიდეო. აბა